ერთი ამბავი, რომელიც არასოდეს არ მომდის ყურიდან, გიორგიმ თქვა, რომ თუ მე სხვანაირად მოვიქცევი, მაშინ იცოდეთ, რომ ის მე არა ვარ. ანუ ეს აი წარმოიდგინეთ, ადამიანი უკვე არის შეგუებული იმას, რომ სისტემა მას დაანგრევს. მაგრამ წინასწარ ამბობს, რომ თუ დამანგრიეს, ის მე არა ვარ. სისტემა მას ებძვის, იმიტომ რომ სისტემა ხომ დამოუკიდებელი არაა. დათო ჯუღელი, როცა სტრასბურგმა კაბელების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, ჩემთან ინტერვიუში აქ ზის დათო და მოგვიანებით გაგვცემს ალბათ ამაზე პასუხს. ამ კითხვაზე საუბრობდა იმაზე, რომ შუშის სასახლიდან გამოსული ტიპები მოდიოდნენ შუამავლებად. ანუ გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც გადასარევად იცნობდა ივანიშვილს, ამბობდა, რომ კვირაში ორჯერ სამჯერ მთავარ პროკურორებს და მოსამართლეების ბოსებს იქ ხედავდა. ეხლა ჩიკვაიძის შემთხვევაშიც გადაწყვეტილება იყო მიღებული სხვაგან. აქ საინტერესო ის არის, რომ ადამიანები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ შემონათვალი, მას ჰქონდა ინფორმაცია. ყველა ინტერვიუში ამაზე საუბრობდა, რომ აი იქ ციხეში რაღაც საშინელებას დაგმართებენ და გუშინ მე მოგისმინეთ თქვენ ტევ პირველი ახალი ამბებისთვის მიცემულ კომენტარში თქვენ ამბობდით რომ პრინციპში მოხდა პირველივე საათებიდან პატიმრობისა ის რასაც ელოდა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდაო რა სიტყვით და პირადად თქვენ ამბობდით ამ კომენტარში ირაკლი რომ პასუხისმგებლობას ის აკისრებს ბიძინა ივანიშვილს და გენერალურ პროკურორ გაბიტაშვილს. კი, ეს იყო გიორგის პირველი განცხადება, მაგრამ მინდა დავიწყო თავიდან რომ შევეხეთ ამ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები. გიორგი შეიძლება იყო ქართულ ოცნებასთან დაახლოებული, ესე ხარს უჭერდა, რაღაც განცხადებაც გაუკეთებია, შეუქია, ბევრი რაღაც გაუკეთებია, მაგრამ ბოლო 5 წელია მე მუშაობ გიორგისთან ერთად. ჩვენ სფეროში იყო ძალიან ბევრი ტენდერი, სახელმწიფო ძალიან ბევრი რამ, რომ შეგვეძლო ამით ესე რომ ვთქვათ მივჯაჭვებოდით ქართულ ოცნებას, მაგრამ ეს არის ხაზგასასმელი, რომ გიორგის ერთი თეთრი არ შეუწირავს ქართული ოცნებისთვის და არც ერთი თეთრი სარგებელი უნახია მაგრამ არც ერთ ტენდერში. ნიშნის მოგებით არ მithქვამს მინდა რომ არა, მე მაგიტო კი არ ვიძახი. არა, თქვი ადამიანები, რომლებიც მათიანები არიან, მე იწირებიან მათივე ხელი. მე სხვაგან რა თქმა უნდა, იდეურად გულუბრყვილოდ, სუფთად რომ უჭერ მხარს და მაინც ასეთ წირავენ. ის ვიღაცები ტენდერში რომ იმარჯვებენ და ფულს იღებენ ქართული ოცნებისგან, ვალში არიან ერთმანეთთან და ეს ადამიანი მთელი გულით უჭერდა მხარს და ყველგან ამბობდა რომ კახი კალაძის და ბიძინა ივანიშვილის და ამათი მხარდან ჭერია და ეგ უფრო რაღაცას ვიძახდი და ამას ვიგინეთ და მიხვდებით რას ვიძახდი. როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ გიორგის ჩვენ კომპანიას დაავალეს ის რომ რუსი ოლიგარქებისთვის უნდა შეგვეწყო ხელი და ფაქტობრივად გამოდიოდა რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება უნდა ჩაგვედინა. ეს რომ არ შეასრულა, დაიწყო შემდეგ ზეწოლა, მაგრამ გიორგი რომ იჯაჭვული ყოფილიყო მათზე, მას მოუწევდა ამის შესრულება. და მოუწევდა რომ თავის ქვეყნისთვის ევნო. მე ამას ვიძახი რომ ისინი ყავთ ნაყიდი ის ბიზნესმენები და მათ ეპყრობიან როგორც მონებად და მე ამას ვიძახი რომ არ დაემორჩილა ამას. ხა რაც შეეხება ტერორს და ამ ასრულებას რაც პირველივე საათებში დაიწყეს გიორგის მიმართ, ბოლო 4-5 დღის მანძილზე მუდმივად 10 ავტომობილი დაგვყვებოდა. ეს იყო გზის შემოჭრა, გზაზე შემოჭრა, მუხლუჭების გადაჭრა, სახლის ტერიტორიაზე შემოჭრა. მუქარები მანქანიდან რომ გაგჭყლიტაოთ და სასამართლოზე რომ მივიდი, იმდენად არაადამიანები არიან და იმდენად დამნაშავეები არიან, სასამართლოსთან ვიყავით დიდი ღომში, გზებს გვიხერგავდნენ და მანქანიდან აჩვენებს, ცოტა ხანშიო ხო ჩვენ ხელში იქნებიო. საათშიო ხო ჩვენ ხელში იქნებიო. პირველივე ინფორმაცია რომ იურისტი რომ შევიდა, პირველივე ინფორმაცია იყო გიორგისგან რომ დაიწყეს ამის ასრულება ვარ ხოჭოებთან, ვირთხებთან. ნუ ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც გიორგი დაუპირისპირდა, ეს მანამდეც თქვი. რომ გიორგი დაუპირისპირდა რეჟიმს, სისტემას და ვირთხა ვერ იქნება ამასთან დაბრკოლება. ამის გამო გადაწყვიტა შიმშილობა, პროტესტი გამოხატა, რაშიც ყველანაირ გადაწყვეტილებაში მივყვები, ესე რომ ვთქვათ, მხარს უჭერ და მინდა რომ ძლიერად იყოს თავი. საფრთხეს ხედავთ თქვენ მისთვის, რომ შეიძლება ეს მუქარა შეუსრულონ ციხეში. რა თქმა უნდა, საფრთხეს ხედავთ. აქაც საინტერესოა, მე რაიმე ტიპის პარალელებს არც ერთ საქმესთან, არც ერთ кейს შორის არ ვავლებ, მაგრამ აი გაიხსენეთ, როცა ბაჩიაშვილმა დატოვა ქვეყანა და Facebook-ზე პოსტი რომ გამოაქვეყნა, ის ამბობდა, რომ მე
მე მქონდა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ამბობდა, რომ დავიჭერთ, მერე გავჭყლეთ ციხეში, მერე როგორ იმღერებს თუ რაღაც ასეთი. ხო, აჩაშვილის გაქცევამ ალბათ დააჩქარა გიორგის დაკავებაც, ასე მგონია. ხო, რა თქმა უნდა. მინდა რომ დაკავებასაც შევეხო. კი ბატონო, ბძანეთ და გოგასთან გადავალ. დაკავების მიზეზით საბოლოოდ აღმოჩნდა რა, რომ გიორგის ედავებიან, რომ თქვენ იყავით სასობხეთის საზღვართან ახლოს. აქაც კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ წელიწად ნახევარია ეს ჩვენს მიმართ ეს ტერორი მიმდინარეობს და გიორგი ცხოვრობს საგურამოში. თბილისის საგურამოს გარდა მას მარშრუტი არ ქონია და მეტიც იანვარში ვთხოვე, რომ შეიძლება დაგვაკავონთქო და მანამდე არ გინდა სადმე გავისა ბაკურიანში წავიდეთ, რაღაც განიტვირთებითქო. იქაც კი არ წამოსულა. ერთადერთხელ ერთი დღე ვიყავით გასული სოფელ სართიჭალაში, დაახლოებით მარტის დასაწყისი იყო ალბათ და ამტკიცებენ, რომ სართიჭალიდან იონჯის თეთრი ჩაუტანა სართიჭალში. ხო, არა, ეს არ არის გასაკვირი, ირაკლი, იმიტომ რომ ადამიანებს იჭერენ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მარტო პოლიციის ჩვენების საფუძველზე იჭერენ. აქ დაჭერა ხო, როდესაც უყურებ 18-19 წლის ბავშვებს, ეს იყო ჩემთვის დიდი мотиваცია, იმიტომ მეც მემუქრება, შეიძლება რამდენი ორ კვირაში მეც ციხეში აღმოჩნდე, მაგრამ ეს ვერ შემზღუდავს, რომ მე დარწმუნებული, მე დავწერე კიდევაც სტატუსი წინა დღეს, როცა დავეკავებინეთ, მე ბევრად თავისუფალი ვიქნებით ხო და შეიძლება 37 წლის რეპრესიები მოაწყეს, მაგრამ დღეს 20-25 წელი არის. დღეს სხვა ციხის საკნიდან შეგვიძლია დაუპირისპირდეთ სისტემას და ჩვენ ვნახავთ გიორგი როგორ დაუპირისპირდება, ეს შიმშილობის დაწყება ჯერ დასაწყისი არის და ძალიან ბევრ სიახლეს და ბევრ ამბებს გაიგებენ ციხის საკნიდანაც გიორგისგან. აი უყურეთ ეხლა რას მინდა მივაქციოთ ყურადღება, გოგა თქვენთან გადმოვალ. გიორგი ეხლა ახსენა ირაკლიმ, რომ ისეთი ბავშვები ყავთ დაჭერილიო და მართლა გიორგი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვიზეთ ჩვენ საუბრობთ. ხო